საღამოშვიდობის 16 მაისს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ გზავნილებზე ისაუბრებს. თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორც ევროკავშირია, არ არის კარგი იდეა მასზე ცუდად საუბარი. განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში სიამაღლობელი სასამართლო პროცესზე დასწრებისას მედიისთვის მიცემული კომენტარის დროს. პროცესს შვედეთის და ესტონეთის ელჩებიც ესწრებოდნენ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მარკეტინგისთვის 2 ახალი კონტრაქტი გააფორმა. ევროკავშირში მარკეტინგისათვის 2 მილიონი ევროს კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო ჩინეთში 2 მილიონი დოლარის ღირებულების. 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ თითქმის 5%-ით მეტი 32 მილიონი დოლარი გაიგზავნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით წელს 4 თვეში საქართველოდან თითქმის 5%-ით არის გაზრდილი გადარიცხული თანხის მოცულობა და 121 მილიონ დოლარს უტოლდება. აპრილში მანქანების გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბების 290 ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 290 ფაქტი 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შუალედში აღრიცხული. 16 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი გაორმაგდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 200.000 ლარამდეა გაზრდილი. ამ დრომდე ლიმიტის ზედაზღვარი 100.000 ლარი იყო. მიკროსაფინანსო ასოციაციაში ამბობენ, რომ კრედიტის ლიმიტის 200.000 ლარამდე გაზრდით სექტორს ექნება საშუალება არსებული კლიენტების შეინარჩუნოს. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის შეფასებით გაზრდილი ლიმიტი სექტორს მისცემს საშუალებას დაახლოებით 200 მილიონი ლარის დავატებითი პორტფელი შექმნას, ასევე უფრო იაფად გასცენ შედარებით დიდი მოცულობის ესხები. ამ დროისთვის მიკროსაფინანსოების ბაზარზე 29 ორგანიზაცია ოპერირებს. პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორის ჯამურმა საკრედიტო პორტფელმა 1.550 მილიონი ლარი შეადგინა. შედის ძალაში ცვლილება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სესხები გასცენ უკვე 200.000 ლარიან ლიმიტში, 100.000 ლარის ნაცვლად. და ეს იქნება გარკვეულწილად ზუსტადაც რომ იმ ახალი სეგმენტის და პროდუქტების განვითარების შესაძლებლობა სეგმენტისთვის, რომელიც არის დაკავშირებული უფრო ბიზნეს დაკრედიტებასთან და ეს გაზრდილი ზღვარში ოპერირება საშუალებას მისცემს სექტორს, რომ უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებულები ბიზნეს დაკრედიტებაზე და აი ეს მომხმარებლების სასწაულად უფრო აქტიურად მოიცვდა. მე ვიმედოვნებ, რომ ამ ზღვრის ზრდასთან ერთად სექტორს კიდევ ერთხელ უფრო მეტად ექნება შესაძლებლობა, რომ ის საჭიროებები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს, მათი აპეტიტი ამ შემთხვევაში უფრო მაღალია ხოლმე სესხების ლიმიტის თვალსაზრისით, ვიდრე იგივე სალომბარდი დაკრედიტებაში. აი ამ სეგმენტის ასე ვთქვათ ათვისების შესაძლებლობა ექნება სექტორს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 34 წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთა შეხვედრაზე ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრეს. ეროვნული ბანკი ოფიციალურ პრეს-რელიზში წერს, რომ საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და გამჭვირვალეა რეგიონში. შესაბამისად მიმზიდველია ინვესტორების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის. ნათია თურნავას განცხადებით, EBRD ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც საფინანსო სისტემის 576 მილიონი დოლარი აქვს მიწოდებული. ჩვენი ბანკები არიან მიმზიდველი ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის, გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოგებიანი სექტორი, არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, EBRD-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყოველ მხრივ გამართლებულია და ველით, რომ კვლავაც გაგრძელდება ჩვეული ინტენსივობით, ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მიმართ ინტერესი მაღალია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს. ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს და განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც გლობალურ ინვესტორებს ვთავაზობთ, ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
რომელიც საინვესტიციო ფორუმშია მონაწილედ წასული. ღონისძიებაზე მისი ინფორმაციით 180-ზე მეტი დარეგისტრირებული და სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან წარმომადგენელი და ჯგუფი ესწრება. ლონდონში გვაქვს ფორუმი წელსაც, ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იქნება ის, ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გავრცელებულ რელიში. ოფიციალური ინფორმაციაში ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს საინვესტიციო შეთავაზებაზე საუბრისას ყურადღებას რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე ამახვილებს. ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო გარემო, ის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, განსაკუთრებით კი რეგიონში დღემდე არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე. ის მაჩვენებელი, რომ ჩვენი საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი რეინვესტირება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა როგორც მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის ქვეყანას, არამედ როგორც საკუთარი ზრდის პლატფორმას. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ უკვე მესამე წელია ვიკრიბებით ლონდონში, რომ ვესაუბროთ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, განაცხადა ნადარეიშვილმა. 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ თითქმის 5%-ით მეტი 32 მილიონი დოლარი გაიგზავნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით წელს 4 თვეში საქართველოდან თითქმის 5%-ით არის გაზრდილი, გადარიცხული თანხის მოცულობა და 121 მილიონ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარ-აპრილში ყველაზე მეტი თანხა 23 მილიონ 400.000 დოლარი თურქეთში გაიგზავნა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 16 მილიონ 600.000 დოლარით. მესამე ადგილს რუსეთი იკავებს 14 მილიონ 100.000 დოლარით. ბოლო 5 წელში საქართველოდან გადარიცხული თანხა ასეთ სურათს გვაძლევს. 2024-ში იყო 378 მილიონი დოლარი, 2023-ში 356.5 მილიონი დოლარი, 2022 წელს 353.5 მილიონი დოლარი და 2021 წელს 316 მილიონ 800.000 დოლარი. 2020 წლის მაჩვენებელი 246 მილიონ 800.000 იყო. წრილში ყველაზე მეტი თანხა საქართველოდან თურქეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში იგზავნება. რაც შეეხება გზავნილებს, აპრილში საქართველოში 295 მილიონ 500.000 დოლარია გადმორიცხული და წლიური ზრდა ამ შემთხვევაში 6%-ია. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მარკეტინგისთვის ორი ახალი კონტრაქტი გააფორმა. ევროკავშირში მარკეტინგისთვის 2 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმდა, ჩინეთში 2 მილიონი დოლარის ღირებულების. 2 მილიონი ევროს ხელშეკრულება გააფორმდა კომპანია Aviareps, რომელიც ევროპაში ტურიზმის მარკეტინგის სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. გაფორმებული ხელშეკრულებით ძირითადი ბაზრები, რომლებზეც მარკეტინგული ბიუჯეტი დაიხარჯება, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და სკანდინავია. მარკეტინგული კომპანიები მოიცავს საქართველოს ბრენდის ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პოტენციალის გაშუქებას. ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგისთვის კი 1 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა კომპანია Beijing Shi Information Technologies-თან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჯამური 2025 წლის მარკეტინგული ბიუჯეტი 27 მილიონ 700.000 დოლარია. კიდების სერტიფიცირება და ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ჯარიმები 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედება. ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებით იქამდე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მისაღები წესები და პირობები უნდა დამტკიცდეს. მთავრობის დადგენილებით ცალკე განისაზღვრება ის რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მომწოდებლებიც ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობების დაზღვევა ჰქონდეთ. ცვლილებების თანახმად სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და ალპური გამყოლის საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ახორციელებს. მის სერტიფიცირებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო უზრუნველყოფს. შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონა 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას დაექვემდებარება. რეგიონებში ბრენდული სასტუმროების სუბსიდირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. აღნიშნავს, რომ ამ თხოვნით პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს მიმართა. მისი შეფასებით სტატისტიკურად ტურისტული ნაკადი გაზრდილია, თუმცა საქართველოს ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტები სტუმრობენ, რომლებიდანაც მიღებული შემოსავალი ბიზნესს არ ყოფნის. სასტუმრო ბიზნესი კი გრძელვადიანი მოცულობითი ინვესტიციების საჭიროების წინაშეა. რატომ არ აისახება კონკრეტულ რეგიონებში ბრენდული სასტუმროები, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება
იზრდებათ სასტუმროების სხვადასხვა კუთხეებში, რა გამოწვევებით არის დაკავშირებული მათთვის ოპერირების ნაწილში. ანუკა ჯოხაძემ გადაწყვეტა ბიზნესის პოზიციების მოსმენა ამ საკითხებზე. ეკონომიკის მინისტრს ბიზნესმა ბრენდული სასტუმროების სუბსიდირება სთხოვა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განხილული საკითხებიდან ერთ-ერთზე საჯაროდ ლაშა პაპაშვილმა ისაუბრა. რედიქს ჯგუფის დამფუძნებელი კონკრეტულ უწყებებს ინიციატივით მიმართავს და მოტივად არსებული ტურისტული ნაკადების მწყიდველ უნარიანობას ასახელებს. ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტები სტუმრობენ და მაშინ როცა სასტუმრო ბიზნესი გრძელვადიან მოცულობით ინვესტიციებს საჭიროებს, მათგან მიღებული შემოსავალი არ ყოფნით. დაინტერესი ბრენდული სასტუმროების პროცენტის სუბსიდირებაზე თუ არა რამე ახალი პროექტი, იმიტომ რომ ძალიან მცირე არის, ახლა პრაქტიკულად აღარ აფინანსებენ და პასუხი იყო, რომ კი მზადდება პროექტი, არის მთავრობაში ლაპარაკი და უახლოეს დროში გამოცხადდება სიახლე. თქონა მაქსიმალურად გაისანიცინოს როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასე ფინანსთა მინისტრმა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში ნაკადები იზრდება. სტუმრების და ბრენდული სასტუმროების პრაქტიკულად არ აქვს რეგიონებში. თბილისშიც შეიძლება დაემატოს კიდევ ბევრი, მაგრამ დაბალბიუჯეტიანი ტურისტი მოდის მაინც 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროში 70-80 გადაერთის სტუმარი არ არის, არაფრის არ ყოფნის, მოგება ვერ რჩება. საქართველოს მასშტაბით ბრენდული სასტუმროების ძირითადი ნაწილი დედაქალაქის გარდა თავს აჭარასა და კახეთში იყრის. ამ გადანაწილებასაც თავისი მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი გამართული ინფრასტრუქტურაა, რაც ძვირადღირებული სასტუმროების მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა. ვიდრე სასტუმრო ბრენდი ქვეყანაში შემოვა გრძელ გზას გადის. გვხსნის სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McElnern Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი ამბობს, რომ სასტუმრო ბრენდის ქვეყანაში შემოსვლამდე ჯერ სასტუმროს დიზაინი თანხმდება და არქიტექტურა, რაც დამატებით ფინანსებს საჭიროებს და ამ პროცესში კერძო სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ბრენდი შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე, ყოველთვის ითხოვს ფინანსური კვლევის, ანუ მიზანშეწონილობის კვლევას, რომელსაც სახელმწიფო უნდა აწვდიდეს ინვესტორებს უკვე გამზადებულ კვლევებს სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით, რომ ინვესტორს აღარ დაჭერდეს ამაში დამატებითი ხარჯების გადახდა. განსაკუთრებული გამოწვევა ინვესტორებისთვის არის კადრები რეგიონებში და სახელმწიფო ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ დახმარებას უნდა უწევდეს ბიზნესს, რომ მოხდეს იქ ადგილზე კადრების მიზნობრივად მომზადება და განვითარება. ჯერ კიდევ ჩვენი პროფესიული სასწავლებლები მოთხოვნას ვერ პასუხობს, როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით. გადაადგილება უნდა იყოს კომფორტთან დაკავშირებული. გარდა ამისა, ქვეყნის შიგა ფრენები გამოწვევას ვერ პასუხობს. ხოდ ერთი თბილისი-ბათუმის ფრენა არ ყოფნის იმისათვის, რომ მარტივად გადავაადგილდეთ. ინფრასტრუქტურის გამომართავობის პრობლემაზე საუბრობს შალვა ალავერდაშვილიც, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, აუცილებელია საგადასახადო შეღავათების შემოღება, რაც რეგიონებში სეზონზე მომუშავე სასტუმროებს მნიშვნელოვნად დაეხმარება. შალვა ალავერდაშვილის თქმით, რეგიონებში სასტუმროები ქონების გადასახადს სეზონურად უნდა იხდიდნენ. 90% შემთხვევაში ეს ფინანსურად არამომგებიანი თემა, ეს არის რეალურად დამყარებული იმ ხარის სიყვარულზე, ან თვითონ პატრონის სურვილზე, რომ იმ მიმართულებით განვითარდეს და იქ სასტუმრო გააკეთოს. ქონების გადასახადის არსებობა, იქ სადაც სეზონია 3 და 4 თვე, მთელი წლით რო იხდი ქონების გადასახადს, საერთოდ წარმოუდგენელია და ამაზე ბევრჯერ მინაპარაკია, რაც ნიშნავს სეზონი. ევროპულ ქვეყნებში სეზონი ნიშნავს არა წყალში ჩახტომას, შეგვიძლია წყალი გასვლა წყალში ჩავხდეთ, არამედ ეკონომიკური საქმიანობის დაწყების პერიოდს და ეკონომიკური საქმიანობის დამთავრების პერიოდს დავყოთ რეგიონები და გავმიჯნოთ მინიმუმ ეს მაინც თუ მთლიანად არ მოხდება ქონების გადასახადის განთავსება რეგიონებში, სეზონი უნდა შევქმნათ და დავარქვათ სეზონი და იმ პერიოდზე გადაიხადოს ადამიანის გადასახადი, როცა რეალურად მოქმედებს. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის პოზიციას, რომ ხარდაჭერა განურჩევლად ბრენდული თუ არაბრენდული დასახელებისა ყველა სჭირდება, სექტორის სხვა წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ჩართულობის მიზეზი ტურისტული ნაკადების სპეციფიკის ცვლილებაა. ბიზნესის წარმომადგენლები ახალ რეალობაზე მოსარგებლად ხარდაჭერას ელოდებიან. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც სიმხლ ბიუჯეტი აქვს, რომ მთლიანი სფეროს სუბსიდირება გააკეთოს. გააკეთო ბრენდული და არ გააკეთო სხვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელსაც უფრო შეიძლება უჭირდეთ, ეს საერთოდ მგონია, რომ ძალიან უსამართლო იქნება. თავისუფალი ბაზრის პირობებში მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი არეგულირებს მოთხოვნა. მოთხოვნაზე უნდა ვიმუშაოთ, სწორ მოთხოვნაზე, სწორ სეგმენტებზე, სწორ ბაზრებზე უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია საჯარო და კერძო სექტორს შორის. რა იცის მაგალითად აი სიტყვაზე ვამბობ, პატარა საოჯახო სასტუმრო თუშეთში, როგორ გავიდეს ინდურ ბაზარზე, რომელ საიტებზე წავიდეს, ენის ბარიერია,
ან თუნდაც ჩინურ საიტებზე ხო იქაც ხო იგივე არის. მარკეტინგის კუთხით თქვათ მათი გამართვა, სასტუმროს მართვის კუთხით თქვათ ასევე დახმარება ხო ეს არის აი უზარმაზარი პალიტრა მე ვიტყოდი იმ სერვისებისა რომელსაც აქამდე ძირითადად სხვა დონორი ორგანიზაციები ფარავდნენ ფინანსურად და ეს დარჩა ღია. ლაშა პაპაშვილი, რომელიც სასტუმროებს თბილისში, კახეთსა და ბათუმში ფლობს, კიდევ ერთ სასტუმროს აბასთუმანში აშენებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ სასტუმროების ხელშეწყობის მექანიზმზე მთავრობაში მსჯელობა არის. თუმცა რა მიმართულებებს განიხილავენ ეკონომიკური გუნდის წევრები უცნობია. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი პროცესში ჩართვას ითხოვს და ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. კოპულეთის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გიორგი გოგიტაძემ თანამდებობა დატოვა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წასვლის მიზეზებზე არ წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ერთგულ წევრად რჩება. საქსატის წინასწარი მონაცემებით პირველ კვარტალში რძის და ხორცის წარმოება მიკლო და კვერცხის წარმოება გაიზარდა. პირველ კვარტალშივე ელევატორების რაოდენობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2 ერთეულით არის შემცირებული და 30-ს გაუტოლდა. საქსტატის განახლებული მონაცემებით მოქმედი ელევატორების უმრავლესობა 30% ქვემო ქართლის რეგიონშია განთავსებული. Lion Finance Group PLC-ის ინფორმაციით ჯგუფის დამოუკიდებელ არაღმასწავლებელ დირექტორს ჰანა ლოიკანენს მარია მეღვინეთუხუცესი ჩაანაცვლებს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით პირველ კვარტალში რძის და ხორცის წარმოება მიკლო. კვერცხის წარმოება კი გაზრდილია. იანვარ-მარტში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4%-ით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 17.500 ტონა აჩვენა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 6.4%-ით კლებაზე მიუთითებს. პირველ კვარტალში წარმოებული არის 172 მილიონი კვერცხი. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით მეტი. საქსტატმა სოფლის მეურნეობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წინასწარი მონაცემებით 2025 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა. წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა 4.19%-ით არის შემცირებული და 861.1000 სული აჩვენა. ფურის და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 396.300 სულით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის მონაცემებს 4.3%-ით ჩამორჩება. ამავე დროს ღორის რაოდენობა 152.000 სულით განისაზღვრა. ეს 2.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა. Ori 2025 წლის პირველ კვარტალში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა. საშუალო ფასი ერთი ცხოველის დაკლაზე დაახლოებით 2 ლარით არის გაზრდილი და 28 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. მაშინ, როდესაც გასული წლის პირველ კვარტალში ფასი 26 ლარი და 90 თეთრი იყო. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სასაკლაოების ელევატორების და სამაცივრე მეურნეობების პირველი კვარტლის გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირი მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვის დაკლა ღირს 40 ლარი და 70 თეთრი ერთეულის შემთხვევაში საშუალო ფასის მატებაც მეტწილად ამ მომსახურებამ განაპირობა. ღორის დაკლა 32 ლარად ფასობს. გასულ წელს 30 ლარი და 70 თეთრი ღირდა. მცხვრის სანთხის დაკლა კი 15 ლარი და 80 თეთრიდან 12 ლარნახევრამდე გაიარდა. წელს ამ საანგარიშო პერიოდში შემცირებული არის დაკლული პირუტყვის რაოდენობა. იანვარ-მარტის პერიოდში სულ 2.486.716 ფრინველი და ცხოველი დაიკლა. პირველ კვარტალში შარშან 3.099.446 იყო. მათ შორის წლევანდელი მონაცემებიდან 35.720 მსხვილფეხა პირუტყვი იყო, 5.308 ცხვარი და 64.751 ღორი, 2.869.217 ფრინველი და 1.720 სხვა ცხოველი. ჯამში წარმოებული ხორცი 14.081.172 კილოგრამი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებული ხორცი 14.140.000
555 კილოგრამს შეადგენდა. ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა ამავე დროს 1039 არის, გასული წლის პირველ კვარტალში კი 1061 იყო. სასაკლაოების რაოდენობას რაც შეეხება, პირველ კვარტალში ქვეყანაში 114 ერთეული ცხოველით და ფრინველით სასაკლაო ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის პირველ კვარტალში რაოდენობა 121-ს უტოლდებოდა. ამჟამინდელი 114 სასაკლაოდან 19,3% კახეთის რეგიონში მდებარეობს, 17,9% შიდა ქართლის რეგიონში, 15,8% იმერეთის რეგიონში და 14% ქვემო ქართლის რეგიონში. 9,6% სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში და 7,9% მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. 15,8% კი სხვა რეგიონებშია განთავსებული. პირველ კვარტალში საქართველოში ელევატორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 ერთეულით შემცირდა, 30-ს გაუტოლდა. საქსტატის მონაცემებით ამჟამად მოქმედი ელევატორების უმრავლესობა ქვემო ქართლის რეგიონშია განთავსებული, წილობრივად 30% უკავია. ელევატორების 16,7% ფუნქციონირებდა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში და 16,7% კახეთის რეგიონში. იმერეთის წილით 13,3% იყო, 10% შიდა ქართლის რეგიონში იყო და 10% თბილისში. გურიის რეგიონის წილი 3,3% იყო მხოლოდ. ელევატორებმა პირველი კვარტლის განმავლობაში მომსახურება 20 მომხმარებელს გაუგზიეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ ერთით ნაკლებია. წელს იანვარ-მარტში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობა, რომელთაგანაც შესყიდული იყო პროდუქცია, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 39 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 381-ით განისაზღვრა. გასული წლის პირველ კვარტალში ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 436 იყო. გასულ წელს უმუშევრობის დონე წლიურად 2,5% პუნქტით 13,9%-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემებით 2024 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 1,5% პუნქტით გაიზარდა და 55%-ს გაუტოლდა. ამასთან მონაცემების მიხედვით მზარდი არის არაფორმალური დასაქმების მაჩვენებლებიც. არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში 29,1%-ია, რაც ბოლო 4 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. რატომ იზრდება არაფორმალური დასაქმება და რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის დონე? დეტალებს თათია ჩაფიჩაძის სიუჟეტში გიყვებით. უმუშევრობის დონე წლიურად 2,5% პუნქტით 13,9%-მდე შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით 2024 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 2023 წელთან შედარებით 1,5% პუნქტით გაიზარდა და 55% გახდა, ხოლო დასაქმების დონე 2,6% პუნქტით 47,1%-მდე ზრდას აჩვენებს. ოფიციალური წყაროს ცნობით ჩარშან დაახლოებით 1,400,000 ადამიანი იყო დასაქმებული. აქედან დაქირავებით დასაქმებული 960,000, ხოლო 444,500 თვით დასაქმებული იყო. რაც შეეხება უმუშევრობას 2024 წლის მდგომარეობით უმუშევართა კატეგორიაში 227,000 ადამიანი აღირიცხებოდა. კითხვაზე რა ამცირებს უმუშევრობის დონეს IDF-ის კვლევით მიმართულების ხელმძღვანელი მიზეზებს შორის მთავარ ფაქტორად საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებლების გაზრდას ასახელებს. თუ დავაკვირდებით ნახავთ, რომ იგივე მაგალითად კერძო სექტორში, არასახელმწიფო სექტორში და არის ბოლო 10 წელში დაახლოებით 5%, ხოლო სახელმწიფო სექტორში არის და 20%. აქედან ჩვენ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ზოგადად უმუშევრობის მაჩვენებლის კლება ქვეყანაში ძირითადად არ გამომდინარეობს ჯანსაღი ეკონომიკური პროცესებით და ეს ხდება იგივე ჩვენ ხედავთ, რომ იგივე მაგალითად შეიქმნა სოციალურ დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელიც ამას ნაკლებად აქვს კავშირში რეალურად დასაქმებასთან, რეალურ დასაქმებასთან აქ ჩვენ სახეზე გვაქვს იგივე გარკვეული სუბსიდირება კონკრეტული სოციალურად დაუცველი ჯგუფების. ნიშნულოვანია, რომ საქართველოში არაფორმალური დასაქმებაც იზრდება. ბოლო განახლების მიხედვით 2024 წელს არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში 29,1%-ს შეადგენს, რაც ბოლო 4 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ამავე მონაცემების თანახმად 2023 წელს არაფორმალური დასაქმება 27,6%, 2022-ში 28,4%, 2021-ში კი 28,8% იყო. ეკონომისტი ირაკლი მაკალათია
განმარტავს, რომ გაუმჯობესებულ მონაცემებს შორის ეკონომიკურ ზრდას ყველაზე მცირე კონტრიბუციაში აქვს. მთავარ ფაქტორებში კი სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა, რომელმაც სტატისტიკის გაუმჯობესება უზრუნველყო. ეკონომიკა მაინც იზრდება, მართალია მცირე ტემპით, მაგრამ იზრდება და ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იზრდება ეკონომიკა და იზრდება სამუშაო ადგილები, მცირე კონტრიბუცია შეაქვს ამას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის პოლიტიკა, რაც მთავრობამ დანერგა, სოციალ დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამა და ამან ძალიან დიდი ასე ვთქვათ გავლენა მოახდინა დასაქმების დონის ზრდაზე და შესაბამისად უმუშევრობის დონე შეამცირა და ამავე დროს გვაქვს თვითდასაქმებულთა წილის ზრდა და თვითდასაქმებულთა წილის ზრდაზე ესევე მეტყოლებს არა ფორმალურ ასე ვთქვათ სექტორში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობის ზრდაც ეკონომიკური ზრდის შედეგად გამოწვეული დასაქმების დონის ზრდა ცხადი არის პოზიტიური, თუმცა მეორე მხრივ, როცა სოციალ დაუცველების პროგრამა მუშაობს და თვითდასაქმებულთა რაოდენობის ხარჯზე იზრდება დასაქმების დონე, ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი. შრომის ბაზარზე არსებული ვითარების შეფასებისას ქვეყანაში შრომითი იმიგრანტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ პროფესიული კავშირის გაერთიანებაში. მათი თქმით, მთელ რიგ ქართულ კომპანიებში ადგილობრივ უცხოური სამუშაო ძალა ანაცვლებს. რაისა ლიპარტელიანის შეფასებით დასაქმებულების დიდი ნაწილი ამ ინფორმაციას შესაბამის პორტალზე არ ათავსებს. აღრიცხვიანობის მოწესრიგებისთვის კი მნიშვნელოვანია არსებული 1000 ლარიანი ჯარიმა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ხელმისაწვდომის სტატისტიკა საჯაროდ განთავსებული იმისა თუ რამდენი ადამიანი უცხოელი მუშახელი მუშაობს საქართველოში არ არსებობს. რაც შეეხება ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა ვთქვათ, რომ კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ წლების მანძილზე არ ქონდა ჩვენ და 2015 წელს მისი მიღება სწორედ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებმა განაპირობა, თუმცა იმიტომ რომ კანონი იყო სუსტი, შინაარსობრივად ბევრსაკის არაწესრიგი და სანქციების სიმცირეზე ჩვენ თავის დროზე გვქონდა აქცენტი, ის გაიზარდა კანონპროექტის ეტაპზე, მაგრამ დღესაც ის არ არის იმგვარი ოდენობის, რომ მას ჰქონდა შემაკავებელი ეფექტი. მაგალითად, ისეთ შემთხვევებშიც კი თუ კომპანია ასობით მუშახელს არ არეგისტრირებს შესაბამის პორტალზე, მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული და განმეორებითობის შემთხვევაში 2000 ლარი. რაც რა თქმა უნდა დაბალია. უცხოური მუშახელის დასაქმების ფაქტების ზრდის გამო შრომის კოდექსის ადაპტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორშიც. შრომის კოდექსსაც დასჭირდება ადაპტაცია, იმიტომ რომ გარკვეული ვალდებულებები ალბათ დამსაქმებელმა უნდა წამოუყენოს ადგილობრივ კომპანიას, მაგალითად რა არის ის მიზეზები, რატომაც მოდის ეს უცხოური ძალა, იმიტომ რომ რისკები გახდეს მათთვისაც და რეგიონისთვისაც ეკონომიკური რისკებს გულისხმობ, აი ეს პროგნოზირებადი და მართვადი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ახლა ეს ხელმისაწვდომი ჯერჯერობით არ არის, მაინც ახალი გამოცდილებაა ქვეყნის ბაზრისთვის. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ისინი ვინც ქსელური და ქსელურ ორგანიზაციებს და ცოტა უფრო ცნობილ კომპანიებს წარმოადგენენ, მათთან ეს პროცედურები დაცულია დანარჩენ შემთხვევაში ნაკლებად არაფორმალური დასაქმება უფრო ხდება მათი მხრიდანაც. უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით ტრადიციულად მაღალია კაცებში, ასაკობრივ ჯგუფში კი ყველაზე მაღალი 15-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია. მნიშვნელოვანია, რომ შრომის ბაზარზე ბოლო პერიოდში ტენდენციები შეიცვალა. 2025 წლის პირველ კვარტალში დასაქმების პლატფორმა JobSG-ზე ვაკანსიების რაოდენობა 16%-ით შემცირდა. HRG-ზე კი კლებად 11%-ია. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით პირველ კვარტალში ტელე და რადიო მოუწყებლობის ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 5%-ით 16,400,000 ლარამდეა გაზრდილი. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავლების ზრდა 5,7%-ია და 14,800,000 უტოლდება. პირველ კვარტალშიც ტრადიციულად ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი ტელეიმედს ჰქონდა. ტელევიზიის შემოსავალი წლიურად 800,000 ლარით 6,100,000 ლარამდე გაიზარდა. უცვლელი დარჩა რუსთავი 2-ის შემოსავალი და 1,800,000 ლარი შეადგინა. 200,000 ლარით გაიზარდა პოსტივის შემოსავალი და 1,700,000 ლარს გაუტოლდა. გაიზარდა ფორმულას კომერციული შემოსავალიც. პირველ კვარტალში 1,5 მილიონი ლარი დაწერა და გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალს 800,000 ლარით გადააჭერა. 400,000 ლარით მეტი მიიღო ტელეკომპანია პირველმა, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 1,200,000 ლარი იყო. რაც შეეხება BMG-სა და GDS, მათი სარეკლამო შემოსავლები არ არის შეცვლილი. BMG-ის შემთხვევაში
შემთხვევაში 800.000 ლარი და GDS-ის შემთხვევაში 400.000 ლარია. 300.000 ლარით არის გაზრდილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც ამ წლის პირველ კვარტალში 400.000 ლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, ორჯერ გაიზარდა სილქნეტის შემოსავალი და სულ 200.000 ლარი აჩვენა. პაილტრანიუსის შემთხვევაში კომერციული შემოსავალი არ არის შეცვლილი და 100.000 ლარს უტოლდება. რადიო მაუწყებლობის ჯამური შემოსავლების მაჩვენებლებს რაც შეეხება, წლიურად ამ შემთხვევაში ზრდა მხოლოდ 1.1%-ია და 1.700.000 ლარს შეადგენს. კომერციული სარეკლამო შემოსავალი, კომერციული რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი და კომერციული განცხადებები. გასული წლის მარტიდან ამ წლის პირველი კვარტალის ჩათვლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უნებართო სარეკლამო SMS-ების გაგზავნასთან დაკავშირებით 180-ზე მეტი ჯარიმა გამოწერა. სააგენტოს ინფორმაციით ამ პერიოდში პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შესახებ 500-მდე განცხადება მიიღეს, საიდანაც 200-მდე შემთხვევაში სამართალდარღვევაა დადგენილი, 180-ზე მეტ შემთხვევაში გამოყენებული იყო ფულადი ჯარიმა და 11 შემთხვევაში გაფრთხილება. ასევე გაცემული არის 200-ზე მეტი დავალება რეკომენდაცია დარღვევების გამოსწორებისათვის. 2024 წლის 1 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება მხოლოდ თანხმობის საფუძველზეა დასაშვები. შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 80 ერთეული მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაა დაგეგმილი. საერთო სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ ლარს ცდება. შესაბამისად, ერთი ავტომობილის მაქსიმალური სატენდერო ღირებულება 79.500 ლარამდეა. სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 11 ივნისს დაიწყება. თბილისის მერია დადიანის გამზირზე ჩამონგრეული სახლის დემონტაჟსა და საინჟინრო მომსახურებაზე გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. მერია გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფით ხსნის და ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით დემონტაჟზე 270.000 ლარი, ხოლო საინჟინრო მომსახურებაზე 30.000 ლარი დაიხარჯება. ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავის ადახლოს და რუსთავი წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისათვის ექსპროპრიაცია გამოაცხადა. შესაბამისი ბრძანება მაცნეზია გამოქვეყნებული, რომელიც თავის მხრივ ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს. როიტერსი აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ იანვარ-აპრილში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 9.300.000 ტონამდე შემცირდა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 9.600.000 ტონას შეადგენდა. ექსპორტი წლიურად 3.1%-ით შემცირდა. ჯარიმა 5.000 ლარამდე და პატიმრობა 7 წლამდე. ხეტყის უკანონო მოპოვებაზე კანონი მკაცრდება. ცვლილებები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე ასახულია. აპრილში მანქანების გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბების 290 ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი 119 სამართალდარღვევა თბილისშია დაფიქსირებული, 73 ბათუმში, 55 რუსთავში, 43 კი ქუთაისში. 290 სამართალდარღვევიდან 254 ფიზიკური პირის მიერ არის ჩადენილი, 46 შემთხვევაში იურიდიული პირის მიერ. ამასთან უწყება აღნიშნავს, რომ 173 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილის, 108 მიკროავტობუსის, 9 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლების მფლობელების მიერ არის ჩადენილი. 2025 წლის პირველ 4 თვეში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1427 სამართალდარღვევა გამოვლინდა. თურქული კომპანია Nexim Holding-ი საქართველოში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს. საუბარი არის 3 ჯამურად 280 მეგავატის ქარის ელექტროსადგურზე, რომელთა გამომუშავება წლიურად 923 მილიონი კილოვატ-საათი უნდა იყოს. კომპანიას წარდგენილი აქვს ზესტაფონის, გორის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ამ სადგურების გეზეშე დოკუმენტაცია და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამისი ნებართვის მოლოდინშია. Nexim Holding-ი საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტიციებს 2007
წლიდან ახორციელებს. კომპანიის შვილობილი აჭარ ენერჯი 2007-ია, 2017 წლიდან 47.5 მეგავატის სიმძლავრის ხელვაჩაური ჰესი 1 ოპერირებას, 2018 წლიდან კი კომპანია 51.2 მეგავატის სიმძლავრის კირნათი ჰესის მართვას უზრუნველყოფს. შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 80 ერთეული მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაა დაგეგმილი. შესყიდვის საერთო ღირებულება 6.366.240 ლარია. შესაბამისად, ერთი ავტომობილის მაქსიმალური სატენდერო ღირებულება 79.578 ლარს უტოლდება. სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 11 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს დასრულდება. დოკუმენტაციის მიხედვით მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 245 კალენდარული დღეა. ავტომობილებისათვის ფერის შეთანხმება შემსყიდველთან უნდა მოხდეს, თუმცა ტენდერის პირობებით არ დაიშვება შავი ფერის მანქანის მიწოდება. ფასთა წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე სავალდებულო სერვისიც, მათ შორის მინიმუმ 7ჯერ წინა და 4ჯერ უკანა ხუნდების მიწოდება, ასევე ტექნიკური მომსახურება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. ტენდერის პირობები მოიცავს საგარანტიო მომსახურებასაც ავტომობილის ძირითად აგრეგატებზე 7 წლით ან 150.000 კილომეტრის გარბენით, ხოლო მთლიან მანქანაზე 3 წლით. ასევე განსაზღვრული არის მოთხოვნა მინიმუმ 3 სერვის ცენტრის არსებობაზე საქართველოში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ტექნიკური გაუმართავობის შემთხვევაში სარემონტო მომსახურება უნდა მოხდეს დედაქალაქში. ეს იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.